მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა უნდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას. გუშინ მოხდა ერთი არასასიამოვნო ფაქტი, ის რომ კარლო როდესაც ჩამოვიდა საქართველოში გუშინ, ტაქსისტმა რა დისტანციაზეც მაქსიმუმ ჩემთვის 80-იან 100 ლარი გამოურთმევიათ, კარლოს გამოართვეს $100. მეგობრებო, და მიმართავ იმ ტაქსის მძღოლებს, ვისაც შეხება გაქვთ უცხოელებთან და გეტყვით რომ არ ვიცი ძალიან მაგრად ეხავს, როდესაც ფიქრობთ რომ უცხოელებმა ან ტარიფი არიციან, ან გგონიათ რომ მოატყუებთ და ეს ჩვეულებრივ ამბად ჩაივლის. მე უბრალოდ ამ ჯერად ამ ადამიანის ნომრებს არ ვასაჯაროვებ, მაგრამ სამომავლოდ თუ გამეორდება, მსგავსი შემთხვევა აუცილებლად გავასაჯაროვებ. ეს იყოს გაფრთხილება. არ ვიცი, სახელმწიფოს მხრიდანაც რატო არ რეგულირდება ეს თემა, ისე რომ თუნდაც ესეთი არადეკვატური თანხის გამორთმევის შემთხვევაში უნდა ჯარიმდებოდნენ ეს ადამიანები და არ არის ეს, როგორ თქვა, არ არის კარგი ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის პირველ რიგში. როდესაც ესე არაკეთილ სინდისიერად შეიძლება ექცეოდნენ ტაქსის მძღოლები უცხოელ მოქალაქეებს. ამ თემაზე იმიტომ მოვინდომე გაზიარება, რომ ვიმედოვნებ ამ შემთხვევის გაზიარების შემდეგ იქნებ ან რეგულირება დაწესდეს, რეგულაცია დაწესდეს, ან არ ვიცი, უბრალოდ შერცხვით იქნება ამ ადამიანებს ესეთი თაღლითობის და უბრალოდ აღარ გააკეთონ. ბედნიერ დღეს გისურვებთ, მეგობრებო, და მშვიდობიან